გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენ ვაგრძელებთ ვებინარების ციკლს ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ძალიან დიდი სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ თქვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი მასწავლებელი დედოფლის წყაროს სოფელ ხორნაბუჯის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსტან გონაშვილი, რომელიც შემოგთავაზებს ჩვენ ძალიან საინტერესო პროგრამას. ეს არის Flipgrid-ი. სხვა დადებითთან ერთად ამ პროგრამას აქვს ის უპირატესობა, რომ როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს აძლევს საშუალებას გაუზიარონ ერთმანეთს სადისკუსიო იდეები, ისტორიები, საკუთარი ნამუშევრები, შეხედულებები. ამასთანავე ეს ის პროგრამა, რომელიც ზეპირმეტყველებისა და წერითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს. მე ალბათ ზედმეტს არ ვილაპარაკებ რუსტან გონაშვილის შესახებ. მას კარგად იცნობს ჩვენი პედაგოგიური საზოგადოება და წლის საუკეთესო მასწავლებელთა კონკურსში ის საუკეთესოთა შორის იყო, საუკეთესო სამეულში. ამდენად მას დაუთმობ ახლა ეკრანს და გთხოვთ რუსუდან. მოგესალმებით, დიდი მადლობა ასეთ წარდგენისთვის. ჩემთვის დიდი პატივია ამ ვებინარში მონაწილეობა და მადლობა ამისთვის განსაკუთრებით. ვეცდები, რომ საინტერესოდ წარმოგიდგინოთ ის პროგრამა, რომელიც მე და ჩემ მოსწავლეებს ძალიან მოგწონს. გავაზიარებ მე ჩემ ეკრანს ახლა, რომ პრეზენტაცია გავხსნა და მივყვეთ ჩვენს გეგმას. მოკლედ ეს გახლავთ ჩვენი დღევანდელი ვებინარის თემა ქართული ენისა და ლიტერატურის ინტერაქტიული დისტანციური სწავლება Flipgrid-ის გამოყენებით. ჩემი მეილი ეკრანზეა, ალბათ ამას მერეც გავაზიარებ, როდესაც დაიდება მასწავლებლის სახლის გვერდზეს და თუ რაიმე კითხვა გექნებათ, მომწერეთ და აუცილებლად თუ შევძლებთ დაგეხმარებით. ჩვენი ვებინარის მიზანი გახლავთ ის, რომ დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ვებინარის შემდეგ მასწავლებლები აქტიურად დაიწყებთ ამ პლატფორმის გამოყენებას, რომლის დახმარებითაც თქვენი დისტანციური გაკვეთილები იქნება უფრო მეტად საინტერესო, სახალისო და ინტერაქტიული. ნახოთ ჩვენი ვებინარის გეგმა უფრო კონკრეტულად. მიმოვიხილავთ, შემდეგ ნახავთ, როგორ შეიძლება პლატფორმაზე შესვლა და დარეგისტრირება. გავეცნობით ზოგად ინფორმაციას ამ ვებგვერდის შესახებ, ასევე ვნახავთ შექმნილ უკვე გრიდს და დავათვალიერებთ. ვებინარის მსვლელობისას შევქმნით გრიდს და ბოლოს შევაჯამებთ ქალბატონმა ესთან ერთად და დასკვნებს გავაკეთებთ. მივყვეთ ჩვენს გეგმას. რა სიტუაციაში ვართ დღეს მასწავლებლები? ყველას მოგვეხსენება დღევანდელი სიტუაცია და ის, რომ მოუმზადებლად და ძალიან დაუგეგმავად სპონტანურად მოგვიწია ყველას ამ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. ერთია, როცა მომზადებულად, გააზრებულად ირჩევს სწავლების ამ მეთოდს და ამ ფორმას და სულ სხვა, როცა იძულებული ხარ, რომ დისტანციური სწავლების რეჟიმს მიმართო, სამწუხაროდ COVID-19-მა ჩვენ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა და ყველას მათ შორის მასწავლებლებს ძალიან სწრაფად მოგვიწია ყოველდღიურობის შეცვლა და დავიწყეთ სხვადასხვა მეთოდების გამოყენება. სხვადასხვა ინსტრუმენტებს მივმართეთ, გაკვეთილები ტარდება ონლაინ, სინქრონულ, ასინქრონულ რეჟიმში, ვიყენებთ ყველანაირ საშუალებას, ეს იქნება Zoom-ი, Teams-ი, Messenger-ი, ტელეფონი, Skype-ი. მიუხედავად ასეთი მრავალფეროვნებისა, ახალი გამოწვევა არც თუ ისე ადვილად გასამკლავებელი აღმოჩნდა ტექნიკურად და აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლეთა
გარკვეული ნაწილი ვერ ახერხებს ამ სხვადასხვა ფაქტორის გამო დისტანციური სწავლების რეჟიმში აქტიურად ჩართვას. ცხადია, რომ დისტანციური სწავლება ვერ იქნება ისეთი ეფექტიანი, როგორც საგაკვეთილო პროცესია, თუმცა სხვა პრობლემების მიუხედავად მაინც ვფიქრობ, რომ მას უკვე გარკვეული შედეგი აქვს. მთავარი პრობლემა ჩემი აზრით არის ის, რომ ონლაინ ჩართვებისას ინფორმაციის გაზიარება და უკავშირის მიცემა ჭირს, რაც ხელს უშლის ინტერაქციას და აი სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ დღეს წარმოგიდგინოთ პლატფორმა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ეს ჩემი ნახსენები პრობლემა მოგვარდეს და ასევე შესაძლებელია, რომ ფილოლოგებმა მოკლედ თავი გავართვათ ჩვენ წინაშე დასმულ ურთულეს ამოცანას მინიმალური საათების. Უკაცრავად ერთი წუთი დავაზუსტებ. უკავშირის შესაძლებლობას Teams-ის პროგრამა იძლევა, მაგრამ ლაპარაკია ალბათ მყისიერ უკავშირზე, ხო? დიახ. მე ვიტყვი, ანუ ეს ინტეგრირდება თვითონ Teams-ში ქალბატონო მაია ეს პროგრამა და ორმაგად უფრო სწრაფი და ეფექტურია უკავშირი. და მოკლედ მე მიმაჩნია, რომ მოკლედ ფილოლოგებს განსაკუთრებით დაგვეხმარება ეს პროგრამა, რომ ეს მინიმალური საათების რაოდენობაში მაქსიმალური ვასწავლოთ მოსწავლეებს. ჩვენი საგანმანათლებლო კვირაში 5 საათს ითვალისწინებდა და დღეს ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ესე იგი მიხედვით, ყველამ ვიცით რა არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ მოსწავლეებს გამოვიმუშაოთ დასკვნების გაკეთების, არგუმენტირებული მსჯელობის, ანალიზის შეფასების უნარები და სწორედ აი ამ უნარების გამომუშავებაზე მორგებული პლატფორმა გახლავთ აი ეს Flipgrid, რომელსაც ჩვენ ახლა უფრო დაწვრილებით გავეცნობით და ნახავთ რა შესაძლებლობა აქვს მას. როგორ შეიძლება პლატფორმაზე შესვლა? აი როგორც უკვე გითხარით, ამის ინტეგრირება, ამ პლატფორმის ინტეგრირება შეიძლება Teams-ში, რადგან Flipgrid-იც გახლავთ Microsoft-ის საგამანათლებლო ინსტრუმენტი და უმარტივესად შეიძლება, რომ თვითონ Teams-შივე დავამატოთ ჩვენ ეს API და როგორც დამხმარე ინსტრუმენტი ისე გამოვიყენოთ სწავლების პროცესში აი ეს ინსტრუმენტი შეიძლება Microsoft Teams-დან დამატება და შეიძლება უშუალოდ მულზე შესვლა, იქ გააქტიურება ჩვენი აკაუნთის და იქიდან მუშაობის დაწყება. რაც შეეხება რეგისტრაციის გავლას, ჩვენ ემისმა ყველა შეგვიქმნა მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც Office 365 აკაუნთები, ანგარიშები და მარტივად შეიძლება მისი გამოყენება რეგისტრაციის დროს. როგორ ხდება Teams-დან მისი დამატება? ირჩევთ სასურველ Teams, თქვენ თიმებიდან ირჩევთ სასურველ კლასს, რომელშიც გსურთ რომ დაამატოთ ეს ინსტრუმენტი, ხსნით მას და ზედა სამუშაო პანელზე ნახულობთ plus relax, აწკაპუნებთ მას და შემდეგ search ძიების ველში წერთ მის სახელს Flipgrid და მაშინ ამოგიგდებთ აი ამ მწვანე ბურთულას plus relax-იან ბურთულას Teams-ი და დააწკაპუნებთ მასზე, შემდეგ უკვე უნდა გაიაროთ სტანდარტული რეგისტრაციის პროცესი. ამასაც გაჩვენებთ, რას გულისხმობ ამ სტანდარტული რეგისტრაციის პროცესში. გადმოგამისამართებთ აი ამ გვერდზე, თვითონ პლატფორმის გვერდზე და უნდა გაიაროთ რეგისტრაცია როგორც განმანათლებელმა, როგორც მასწავლებელმა. დააწკაპუნებთ აი ამ Relax Educator login-ი რომ წერია და ირჩევთ ერთ-ერთს ან Gmail-ის, Google-ის აკაუნთის ანგარიშს, ან როგორც გითხარით Microsoft-ის აკაუნთს, მაგრამ ვფიქრობ, რადგან ყველას გვაქვს და უკვე ლამის იპირად ვიცით ყველა მის ჩვენი აკაუნთები, ერთი მარტივი დააწკაპუნებით, აი ამ აგურისფერ ჩანარს დააწკაპებთ და Microsoft-ის აკაუნთით გაივლით რეგისტრაციას, შემდეგ უკვე სახელი, გვარი, ქვეყანა, აქვე უთითებთ
შეიძლება სამივე საფეხურზე ასწავლიდეთ მას თქვენ რომელიმე, მაგრამ ერთ-ერთ საფეხურს ასაც მიუთითებთ ბავშვს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს შემდეგ გამოყენებისას, უბრალოდ ერთ-ერთი უნდა მიუთითოთ ველში, ეს დაწყებით საფეხურზე ასწავლით საშუალო საბაზოზე თუ ასე შემდეგ. და შემდეგ შეიტანთ მონაცემებს თქვენ დაბადების თვე, რიცხვი, წელი და აჭერთ let's go-ს, რის შემდეგაც გამოვა დიალოგური ფანჯარა, რომელიც გესალმებათ და გიწერთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ აი ამ პლატფორმაზე. ეს რაც შეეხებოდა რეგისტრაციას. ნახოთ უშუალოდ ახლა რა არის ეს Flipgrid-ი. მე გავკადნიერდი და ვთარგმნე ქართულად, სამწუხაროდ შეიძლება რაიმე უზუსტობა აღმოაჩინოთ, რისთვისაც ბოდიშკით, იმიტომ რომ მე არც თარჯიმანი ვარ და არც აკადემიური განათლება არ მაქვს ინგლისურში, მაგრამ რადგან ქართულ ენაზე არ იყო ინფორმაცია, მე ვთარგმნე, დავგზავნე პლატფორმაზე და ველოდები, რომ ქართულ ენაზე დაიდება ეს ინსტრუქცია, რაც ფიქრობ, რომ გავუადვილებს მასწავლებლებს მოკლედ საბაზო უნარების გაგებას ამ პლატფორმის. ეს სპეციალურად დაამატა Microsoft-მა დისტანციური სწავლების პირობებში, კი არსებობდა, მაგრამ რაღაც ფუნქციები დაუმატა, რათა მასწავლებლებს უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონოდათ აი ამ იძულებით კარანტინის პირობებში უფრო მრავალფეროვანი გაკვეთილები ჩაეტარებინათ. ეს გახლავთ უფასო მარტივი ხერხი მოსწავლეთათვის საკომუნიკაციო უნარების გასავითარებლად. ამ პლატფორმაზე აბსოლუტურად ყველა შეუძლია დარეგისტრირება, უფასოა, არანაირი პრობლემა არ წარმოადგენს მასზე შესვლას და რეგისტრაციას. იქვე თვითონ საიტი გვთავაზობდა მას, ეს ჩემი შემუშავებული არ არის, საიტის რჩევებია ინგლისურ ენაზე, რაც მე უბრალოდ გადმოვაქართულე. რა შეუძლიათ მასწავლებლებს, რა შეუძლიათ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, ანუ ძალიან მარტივი რჩევებია აქ მოყვანილი და აი აქ როგორც საიტი და სისტემა გვეუბნება თვითონ აბსოლუტურად ყველა საფეხურზე შეიძლება რომ მასწავლებელმა გამოიყენოს ეს დაწყებით საბაზო საფეხურზე, საშუალო სკოლაში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში და რაც მე ძალიან მომწონს სახში სწავლების პირობებში. და ნუ მოკლედ ესეთი რაღაცა მარტივის ესეთი რჩევებია მოცემული, სადაც შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა, თუმცა მასწავლებლის ფანტაზიაზეა დამოკიდებული, სად და როგორ გამოიყენებს, მარტო ამით არ შემოიფარგლება, რა თქმა უნდა, მისი შესაძლებლობა. ამ აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეიძლება App Store-დან და Google Play-დან, ყენდება ტელეფონზე და უმარტივესია მისი გამოყენება. ნუ ამასაც ალბათ ვისაც დასჭირდება გაუზიარებ, თუ არა ველოდები, რომ თვითონ საიტზე დაიდება ქართულ ენაზე და მასწავლებლებს შეიძლებათ მისი ნახვა. შემდეგ ახლა ჩვენ ნახოთ უკვე აი ეს თვითონ შექმნილი Flipgrid-ი და დავათვალიეროთ. რა თქმა უნდა, მე არ შემეძლო მოსწავლეთა ნამუშევრების გაზიარება, ამიტომ ვთხოვე ჩემს მეგობრებს, რომ დამხმარებოდნენ რაღაც სიმულაციური კლასის შექმნაში, რათა მე თქვენთვის წარმომედგინა აი ეს კლასი, რომელსაც დავარქვი მე ვებინარი. გავივლი მე ახლა ავტორიზაციას და არა რეგისტრაციას ჩემი 365 აკაუნთით. ანუ ყოველ ჯერზე რუსუდად დავაზუსტებ ყოველ ჯერზე, როდესაც უნდათ მათ ამ პლატფორმაზე შესვლა, ხელახლა უნდა გაიარონ რეგისტრაცია თუ ავტორიზაცია? არა, ავტორიზაცია. რეგისტრაცია მხოლოდ ერთხელ არის. ერთხელ და მერე უკვე ავტორიზაციას გაივლია. დიახ. აღარც პაროლი შეჰყავს, არაფერი, უბრალოდ აკაუნტს ირჩევს, რომლით შედის. აი სულ ერთხელ დავაჭირე და მეუბნება, რომ დალოგინებული ვარ. წარმატებით. ეს გახლავთ კლასი, რომლის სახელიც არის ვებინარი, სპეციალურად შექმნილია აი ამ ჩვენი ვებინარისათვის და აქვე გეტყვით, რომ ნახეთ,
კლასში მაქვს მის 3 თემა. აი აქ წერია, რომ მე მიდევს ამ კლასში 3 თემა. ნუ პირველი თემა გახლავთ ის, რომ პერსონაჟის დახასიათება. პერსონაჟის საქციელი გვაძლევს ამომწურავ ინფორმაციას მასზე. უყურე ვიდეოს ერთი პატარა ნაბიჯი, არჩიე რომელიმე პერსონაჟი და მისი ქცევა ამ ანიმაციური ფილმიდან და შექმენი პერსონაჟის პორტრეტი. გადმოიცი როგორ და რამდენად დაგეხმარა შერჩეული ქცევა დავალების შესრულებისას. აქვე რჩევა მაქვს მიცემული, რომ მიხემძღვანელი მხოლოდ ვიდეოს შინაარსს თან ძალიან რომ არ იწვალოს და არ გასცეს სადისკუსიო თემას, ნახე YouTube-ზე კარგი ანიმაციური ფილმი, სადაც მოკლედ ოჯახური მამაშვილის ურთიერთობაზეა ეს, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, შვილი არაფასებს მამას და ბოლოს, როდესაც მამა უყურება, მერე ხდება რა დაკარგა. და აი ამ აქედან რომელიმე პერსონაჟი უნდა აერჩია მოსწავლეს და ემსჯელა მასზე. ნუ მოსწავლე ეკატერინე შარაშიძემ ჩაწერა თავისი პასუხი, ამ შემთხვევაში ეკა როგორც მოსწავლე ისე შემოვიდა აქ და როგორც ხედავთ, სანამ გავხსნი, ნახეთ, მე უკვე მიწერია რაღაცა განმავითარებელი შეფასების მაგვარი საუკეთესოა. აქვე ნახეთ, მე მონიშნული მაქვს, რომ თავი კომენტარი. და აქვე მე გარდა იმისა, რომ გაჩვენებ შემდეგ ტექსტური უკავშირიც მაქვს მე მიცემული მოსწავლისთვის და ეს მარტო ერთ სიტყვით არ შემოიფარგლება 1030 უფრო ინფორმაციული 1030 სიმბოლომდე სიტყვამდე შეიძლება რომ დაწერო და საკმაოდ ისეთ სრულყოფილი განმავითარებელი შეფასება მისდის მოსწავლეს მეილზე. ნუ დავაწყაპუნოთ აქ, ნახოთ, აი პასუხი როგორ გამოიყურება. ბავშვი მოსწავლე გზავნის ასე ნამდვილად რეალურ რეჟიმში მოდის ეს პასუხები, სადღაც 2-3 წუთის დაგვიანებით, როდესაც მასწავლებელი აძლევს ამას მოსწავლეებს. რა თქმა უნდა, ამას აღარ მოგასმენინებ და აქვეა შესაძლებელი, რომ ჯაჭვი, სადისკუსიო ჯაჭვი გაგრძელდეს, ანუ მოსწავლის პასუხზევე დაუბრუნოს მასწავლებელმა ან მოსწავლებს რაღაცას დაეთანხმოს, რაღაცას არ დაეთანხმოს და ასე გაგრძელდეს უსასრულოდ ეს ჯაჭვი და აქ იყოს რამდენიმე ვიდეო და ასევე შესაძლებელია, რომ ცალკე სხვა მოსაზრება გაეცნას სადისკუსიოდ, აი ამ პლუს რილაქსზე დაწყაპუნებით. ნახოთ სხვა თემაც, რომელიც ანუ კლასს ხსნით, კლასს პირველი მე-10, მე-7, მე-9 და უკვე იმ კლასში რამდენი თემაც გინდათ, იმდენ თემას ხსნით. აი მაგალითად შეგვიძლია ესე იგი მთელი კვირის მასალა წინასწარ მოვამზადოთ თემების სახით და ჩავტვირთოთ იმისათვის, რომ მერე უბრალოდ მხოლოდ და მხოლოდ მოსწავლეებს გაუზიაროთ და მერე ინტერაქტიულ რეჟიმში განვიხილოთ მათ მიერ ვიდეო. დიახ, აბსოლუტურად სწორად გაიგეთ, ხალბატონო მაია. აქვე როგორც გითხარით, არის მეორე თემაც მოსაუბრე წიგნი. მოდი ვისაუბროთ წიგნზე, რათა დავაინტერესოთ სხვებით. გაგვიზიარე შენი შთაბეჭდილება ბოლოს წაკითხულ წიგნზე, ისაუბრე ერთ კონკრეტულ ამბავზე, რომელიც შენ ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა ბოლოს წაკითხულ წიგნში. გვესაუბრე წიგნის პერსონაჟებზე, მათ დადებისა და უარყოფით მხარეებზე, რა გასწავლა წაკითხულმა წიგნმა და რატომ უნდა წაიკითხოს ეს წიგნი სხვა ბავშვმაც. და აი ამაზე მეორე მოსწავლეს, ამ შემთხვევაში ეკამერე ბავშვის, აქვს პასუხი დაბრუნებული, როგორც ხედავთ, აქაც უკვე მიცემული მაქვს უკავშირი, მოწონებაც მაქვს მე და კიდევ სხვა ასეთობა მეორე ეკას აქვს მოწონება. ნახეთ, ნახვაც რამდენი აქვს, 28 ნახვა უკვე ჩანს, რამდენი ნახვა აქვს აქ და როგორც გითხარით, აი ამ პლუს ღილაკისზე დაწყაპუნებით შესაძლებელია, რომ მე დავუბრუნო პასუხი ეკას, შევაფასო, მივცე ვიდეო უკავშირი, ან ჩემი მოსაზრება მე გამჭა, ან სხვა მოსწავლემ გააგრძელოს აქედან მოკლედ თავისი მოსაზრებების არგუმენტირება. ეს რაც შეეხება, აი ეს არის თვითონ ეს ფლიპგრიდი, მაგრამ ეხლა უფრო დაწვრილებით გადავალთ ჩვენ დანარჩენ ფუნქციებზე. ახლა უკვე
მე შევალ და გაჩვენებთ მასწავლებლის გვერდიდან როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. უბრალოდ ამ შემთხვევაში პასუხები განახეთ და მე არ მქონდა ჩემი სამუშაო გვერდი გახსნილი, მაგრამ ეს უკვე მასწავლებლის გვერდი გახლავთ და აი აქედან ხდება ახალი გრიდის, ანუ კლასის შექმნა. გრიდი ქართულად კი შეიძლება ვთარგმნოთ ბადეთ, მაგრამ რადგან სახელი არ ითარგმნება, მოდი მეც ვიხმარებ ამ გრიდს და იყოს გრიდი, ვთქვათ გრიდი. ამ შემთხვევაში ნახოთ როგორ ხო, სანამ უშუალოდ ამ გრიდის შექმნაზე გადავალთ, აი ეს მაღლთა ჩანართები ვნახოთ, დავათვალიეროთ. ეს არის თქვენი აქტიურობა ამ ფლიპგრიდზე და აქ აბსოლუტურად ყველანაირი სტატისტიკა ამოცემული, რამდენი გრიდი გაქვთ შექმნილი, რომელია თქვენი საუკეთესო, რამდენი ვიდეო გაქვთ კვირაში, ვინ რამდენი ნახა. აი ეს აქვია კიდევ მასწავლებლებს მაინც დიდ მოტივაციას აძლევს ხოლმე ბეჯები და სერტიფიკატები და რაღაცა მიღწევის შემდეგ საიტი გაძლევს ესეთ ბეჯებს, რაც რაღაც დამატებით წამახალისებელია მასწავლებლისთვის და რაღაც სამი დონია, არსებობს მესამე დონე, რომელიც არ ვიცი როგორ მივხვდი, რაღაც მენტორის სტატუსამდე ადიხარ უკვე ამ ფლიპგრიდის გამოყენების კუთხით. ხო, ეს აქ უკვე თვითონ შექმნილი გრიდებია. აი ეს არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მინდა განახოთ. ამ შემთხვევაში ეს არის რუკა, რომელზეც ეს მწვანე ლაკები ნახეთ აღნიშნავს, რამდენი მასწავლებელია ამა თუ იმ ქვეყანაში დარეგისტრირებული და ხმარობს ამ გრიდს. მე ძალიან მიხარია, რომ ამიერკავკასიაში სომხეთსა და აზერბაიჯანს ვასწრებთ, რადგან ჩვენ აქ უფრო მეტი მწვანე ბურთულა გვაქვს აღნიშნული. სათითაოზე დაწყაპუნებით შესაძლებელია ნახოთ ამ მასწავლებლის ვინაობა, შემდეგ დაეკონტაქტოთ, გაუზიაროთ ინფორმაცია, თქვენი გამოცდილება და დიდი იმედი მაქვს ვებინარის შემდეგ ეს ჩვენი რუკა გამწვანდება. უფრო მეტი მასწავლებელი დაიწყებს გამოყენებას. და არსებობს კიდევ აი ესეთი ლაიბრარი, დისკო ლაიბრარი, სადაც უკვე მზა თემები დევს სხვადასხვა საგანში, რაღაცა 12,000-ზე მეტი მზა რესურსი დევს უკვე აქ და ნებისმიერი საქმის მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს, ნახოს, დაათვალიეროს, თუ კი რომელიმე თემა მოსწონს და ის შეიძლება რომ კლასში გამოიყენოს, მარტივად უკვე თვითონ კი აღარ თქმის, ამას ამატებს თავის სადისკუსიო თემებს და რაღაც 3-4 წუთში შეიძლება ამ გრიდის შექმნა. რა თქმა უნდა, ქართული ენის მასწავლებლებისთვის აქამდე არ იყო ჯერ არაფერი, მაგრამ აქაც ვერ მოვისმენე და ნახეთ, აი აქ გაფილტრვა შეიძლება, ანუ რომელი აუდიტორიისთვის ეძებთ, რომელი ასაკისთვის, რომელ საგანს ეძებთ, ირჩევთ საგნებს, აქ არის აი ენების სწავლება და ასე შემდეგ. და აი მაგალითად ჩავწეროთ რუსუდან. აი ნახეთ, მე გავგზავნე ეს მოდერატორთან, საიტის ადმინისტრაციასთან და უკვე რამდენიმეს ველოდები რომ კიდევ დადებენ, მაგრამ ესენი უკვე დამტკიცებულია და ბიბლიოთეკაში დებს და ნებისმიერი ქართულის მასწავლებელი შეუძლია დაათვალიეროს, თუ კი მოეწონება, თუ კი ჩათვლის რომ ეს მის კლასშიც გამოსაყენებელი სადისკუსიო თემაა, მარტივად შეუძლია წაიღოს, გამოიყენოს, შეუძლია დაარედაქტიროს, გამოაკლოს, დაამატოს და შექმნაზეც კი ბევრი აღარ იცვალოს. რაც შეეხება ახლა უშუალოდ გრიდის შექმნას. ნახოთ როგორ იქნება ეს გრიდი. ერთ წუთით მე არ მახსოვს გაზიარებისას და ხმის გაზიარებაც ჩაურთვეთ თუ არა, ნახავ ერთი წამით. და მივიწყები, აი ახლა ჩავთე. როგორ იქნება გრიდი? ვატკაპუნებთ აი ამ add new grids რომ წერია.
და ვარქმევთ რომელი კლასისთვისაც გნით ამ გრიდს, იმ კლასის სახელს, ასე უფრო თქვენთვის არა ცალკეული თემების სახელი უნდა დავარქვათ. ნუ ეს ჩემი დაკვირვებით კლასი დაარქვით, იმიტომ რომ მე ადვილი იყოს მოძებნა. დავუშვათ, დავარქვათ მე-11. კლასის გრიდს ვქმნით ახლა და შემდეგ უკვე გადავდივართ შემდეგ ველებზე, ანუ უნდა ავირჩიოთ როგორ გსურს რომ ბავშვი შემოუერთდეს გრიდს Microsoft-ს ან Google-ის აკაუნთით, თუ ჩვენ შევქმნით საიდენტიფიკაციო რაღაც კოდს და გაუგზავნით მოსწავლეს და ასევე შესაძლებელია რომ ეს იყოს სრულიად საჯარო გრიდი, იმიტომ რომ დავუშვათ მოსწავლების გარდა მე მსურს რომ მშობლებით შემოუერთდნენ დავუშვათ და მათაც მიიღონ მონაწილეობა ამ დისკუსიაში, მაშინ უნდა ავირჩიოთ ეს public grid-ი, მაგრამ რადგან მოსწავლეებთან გვაქვს საქმე და სასურველი არ არის რომ ეს ინფორმაცია საჯარო დაიდოს გავრცელდეს და ნებისმიერ შევიდეს იმ კლასის გრიდში, ხო? დავადებ მე პაროლს უბრალოდ და პაროლს მივცემ მოსწავლეს და იმ პაროლით შემოვა და პაროლის გარეშე ვერავინ ვერ შემოვა. ამ შემდგა კიდევ აი მოვნიშნეს ხო, ალბათ ესეც შეიძლება რჩევათ მიიღონ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბავშვები ჩვენზე დიდებზე უფრო ტექნოლოგიურები არიან, მაინც დავაკვირდი, რომ როდესაც რეგისტრაციის მითითებით ვქმნიდი გრიდებს, ბავშვებს უჭირდათ შემოსვლა. და ყოველ წუთში მირეკანენ მასწავლებელო როგორ რანაირად გავაკეთო, ამიტომ ეს გამოსავალი ვნახე საჯარო გრიდით რეგისტრაციის გავლა აღარ იყო საჭირო და პაროლით მარტივად შემოდიოდნენ. მოვნიშნე ის და ეს არის კიდევ აი QR კოდები, შტრიხ კოდები ტელეფონით რომ ამოიცნობენ ხოლმე, მარტივად მიადებენ თუ აპლიკაცია ჩამოწერილი აქვს ტელეფონზე, შტრიხ კოდს მიადებენ, წაიკითხავს წამკითხველი და მარტივად შევლენ ამ თავიანთ კლასში. მოვნიშნე ვაჭერ next და აქ უკვე როგორც გეუბნებით, გითხარით, უნდა დავადოთ პაროლი, იმიტომ რომ ნებისმიერს არ შეეძლოს ამ კლასში შესვლა. პაროლი უნდა იყოს, დაიწეროს ლათინური შრიფტით აუცილებლად და პირველი ASO უნდა იყოს მაღალი რეგისტრის, ანუ დიდი ლათინური ASO უნდა დაიწეროს. მოდი დავარქვათ ამას. თანაი დაგანახებთ. ციცოჩეთ. ახოთ რა ენაზე ვწერთ. ხო, აი, მე-11, რო ძალიან არ გაუჭირდეთ. აი, პირველი ASO დავწერე დიდი და დანარჩენი პატარა ASO-ები და მეუბნება უკვე გამიმწვანა, რომ თქვენი პაროლი აკმაყოფილებს კრიტერიუმებს და ამიტომ შესაძლებელია რომ გავაგრძელო მუშაობა. ვაგრძელებ მუშაობას და აქ მე ჯერ არაფერს არ ვირჩევ, როგორც ხედავთ, შესაძლებელია რომ გაზიარდეს, ჩაშენდეს ბლოგზე თუ გსურთ, embed კოდი აიღოთ, აი თიმში როგორც საშინაო დავალება ისე დაუნიშნოთ. თიმში ახლა ყველა მის უკვე საშინაო დავალება როგორ ენიშნებათ მოსწავლეებს და ზუსტად აქედანვე შეიძლება რომ თიმში ეს გრიდი უკვე გაუგზავნოთ როგორც საშინაო დავალება Google Classroom-ში ან სადმე გააზიაროთ ეს. გადავდივართ ჩვენ ამ გრიდის შექმნაზე. აქ უკვე ყველა გრიდი რო იქნება, პირველი თემა ავტომატურად ხდება მასწავლებელს. ეს არის თვითონ საიტის მიერ შემოთავაზებული, რომელიც გეუბნება, რომ თქვი გამარჯობა Flipgrid-ზე. მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს ყველა თემაში აუცილებელი არ არის ამ გამარჯვების თქმა და ძალიან მარტივად აი ამ ფანქარზე დაწკაპუნებით შესაძლებელია რომ გავხსნა, წავშალო მე ეს თემა, მისალმების თემა დავითანხმო, რომ ნამდვილად მინდა რომ წავშალო და ეხლა მე მაქვს კლასი, მაგრამ ჯერ არც ერთი თემა არ მაქვს. ამ შემთხვევაში მე შემიძლია უკვე დავიწყო მე ჩემი სადისკუსიო თემის გახსნა, აი ნებისმიერი მინდა ამ add new topics დავაჭერ, მინდა დაბლითას დავაჭერ და დავიწყებ მე ჩემი სადისკუსიო თემის გახსნას. ვაწკაპუნებ, აუცილებელია დავარქვათ სახელი, მაგალითად იგავარა კი დავარქვათ, ან სულხან საბა.
ხედავთ აქ არის ავტომატურად წუთი და 30 წამი, წუთნახევარი მითითებული რომ ვიდეო ჩაიწეროს მოსწავლემ ამ ლიმიტით, მაგრამ შესაძლებელია მისი გაზრდა, წუთნახევარი ძალიან ცოტა, აი ფიქრობ რომ 5 წუთი სრულიად საკმარისია იმისთვის რომ გისმენთ უკაცრავად პასუხის რეგლამენტირება შეგვიძლია, ხო, ჩვენ ვარეგულიროთ თვითონ. და შემდეგი ველი უკვე რაც უნდა შევავსოთ, ეს არის ის კითხვები, რაც უნდა გაიაზროს ბავშვმა და რაზეც უნდა წარმოგედგენოს თავისი არგუმენტირებული მსჯელობა, დასკვნები და ისაუბროს იმის შესახებ. აი ამ ველში უკვე ვწერთ შესაბამისად იმ კითხვებს, რაც მოსწავლეს გაეხმარება დავალების შესრულებაში. პირველ მაგალითად იყოს შეიძლება სადისკუსიო კითხვა დავწეროთ. დიახ. პირველ შეიძლება იყოს გაიხსენეთ ამით გასაგებია უბრალოდ შემდეგ ასეთ ჩამოდიხართ აქ არის კიდევ აი ის ვიდეო რომელიც მე გაჩვენეთ რომ ანიმაციური იყო დამატებული და იმის მიხედვით უნდა გაეცათ პასუხი აი აქედან შეიძლება დაემატოს YouTube-საც კაპუნებთ თქვენთვის სასურველი უამრავი რესურსი დევს YouTube-ზე შეგიძლიათ რომ დააწკაპუნოთ შემდეგ გამოდის ასეთი ბმულის ჩასაწერი ან თქვენ თვითონვე ჩაიწეროთ თქვენი ვიდეო, თქვენი მითითებებით და ის აუტვირთოთ მოსწავლეს და იმაზე სურათი ატვირთოთ, გიფი ატვირთოთ, ემოციები დაადოთ, აი კახუტიდანაც კი შეიძლება, კახუთიც ძალიან პოპულარულია ჩვენთან დღეს უკვე და ამის შემდეგ ვიდრე შექმნას დააჭირდეთ, ჩვენთვის კიდევ მნიშვნელოვანია ეს more option-ები, სადაც ჩვენ ვქმნით აი custom feedbacks რომ დავაწყაპუნებთ, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი შეფასების კრიტერიუმები. აი როგორც ხედავთ, მე აქ მაქვს უკვე ის კრიტერიუმები, რითაც ვაფასებ მოსწავლეებს. მაგრამ რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი ამისთვის, ანუ custom feedbacks და შემდეგ add criteria, აი ამასაც კაპუნებთ და როგორც ჩვენ წერთ ხოლმე, არქმევთ კრიტერიუმ სახელს, მაგალითად დასკვნები და შემდეგ ჩაშლით, ანუ საუკეთესო ვარიანტი რომ იყოს დასკვნები არის არგუმენტირებული საკითხთან მიმართებაში, რა ვიცი, დასაბუთებული თუ ასე შემდეგ რა, როგორც დაწერა კრიტერიუმის ალბათ დონეებად, ხო? ჩვენ შეგვიძლია დონეებადაც წეროთ. აი, როდესაც ერთხელ შევიყვანთ ამ კრიტერიუმებს, ეხლა მოგეხსენებათ, ნებისმიერ დავალება საკუთარი კრიტერიუმები სჭირდება, ხო? სპეციფიკური კრიტერიუმები, ერთი და იგივე კრიტერიუმი არ გამოგვადგება მაგალითად წერითი დავალებისათვის და ან რაღაცა პროექტისათვის მაგალითად, ხო? აი, ამის შეცვლა შეიძლება, ხო? ყოველთვის ნებისმიერ აი ნახეთ მე არ მაქვს მონიშნული, როდესაც ანუ custom feedback შევდივარ, მე არ მაქვს მონიშნული, ვიდრე მე არ მოვნიშნავ, ჩემი კრიტერიუმები არ დაემატება. და ამიტომ ეს კრიტერიუმები ინახება, ხო? ჩვენ შეგვიძლია ისინი ინახება და რომ აი add criteria-ს რო აჭერთ, გამოჩნდება და შემდეგ თქვენ წინასწარ შეგიძლიათ შექმნათ ყველანაირი ვარიანტისათვის შეფასების კრიტერიუმი. უბრალოდ მონიშნავთ შემდეგ იმ კონკრეტული დისკუსიისთვის შეფასების რა კრიტერიუმები გქონდა. ეს იყო აუცილებლად სათქმელი და მისათითებელი და ამას რომ მოვჭებით უკვე წერთ აი ვაჭერთ აი ამ თემის შექმნას და ჩვენი თემა უკვე მზად არის. აი ეხლა უკვე შემიძლია გავაზიარო სადაც მსურს ეს უბრალოდ ავიღო ბმული, დავაკოპირო და ჩაუგდო სადმე. ეს არის ის QR კოდის წამკითხველი, ჩამოვტვირთო, გაუძიარო ბავშვებს და ტელეფონებს მიადებენ და შევლენ კლასში და ასევე შემიძლია გაუძიარო ეს Teams-ში უკვე როგორც საშინაო დავალება სასურველ კლასს. ჩაიტვირთება ახლა ჩემი ეს Teams-ის გასაზიარებელი ფანჯარა. ავირჩევ შესაბამის კლასს, შევავსებ პარამეტრებს, აი, ნახეთ, გაუზიარეთ ან არხში მეუბნება, ან დანიშნეთ როგორც დავალება. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ნუ ამ შემთხვევაში დავნიშნავ მე როგორც დავალებას
ავირჩევ მე აქ კლას, რომელ კლასში მინდა რომ ეს იყოს ახლა მე დავუშვათ მეცხრე ქართული. დაარქმევთ სახელს, რაც გინდათ. შეიყვანთ ინსტრუქციას, რა უნდა გააკეთოს ბავშვმა, როგორ უნდა გააკეთოს. გნებავთ, დანიშნავთ, რომ ეს განსაზღვრელი ქულით უნდა შეფასდეს და წინასწარ ჩაწერთ აქ 10 ქულას მაშინ რომ რადგან ჩვენ 10 ქულიანი შეფასება გვაქვს. ეხლა კი არ ვაფასებ განსაზღვრელი შეფასებით, მაგრამ რატომაც არ რაცა ყველაფერი დაალაგდება და დაწყნარდება, რატომ არ შეიძლება რომ გამოვიყენოთ ეს განსაზღვრელი შეფასებისთვის. მე უთითებთ, როდის არის განმავითარებელი გვინდა, ცხადია, ჩავწერთ კომენტარის ველში ალბათ. დიახ, განმავითარებელს ყველა ვარიანტში მივცემთ ქალბატონო მაია საიტიდან და ამ განსაზღვრელ შეფასებაში, რადგან როგორც საშინაო დავალება ანუ იქ თემაში ვაძლევთ, აი როგორც ჩვენ გვაჩვენეთ პირველ შემთხვევაში, იქ ვაძლევთ განავითარებელ შეფასებას. ანუ შეიძლება დასახალისებლად მივცეთ უბრალოდ შეფასებითი კომენტარი, აი როგორც თქვენ გქონდათ შესანიშნავი ამ მშვენიერია და ამავდროულად უფრო ინფორმაციული კომენტარი, რომელიც აი შეიძლება უფრო ვრცელი იყოს და უფრო ასე ვთქვათ, მეტი ინფორმაციის მიცემი მოსწავლისათვის. ნუ თქვით ასე და ვაძლევთ დავალებას. რაც შეეხება აი იმ განმავითარებელ შეფასებას. ეხლა მე თქვენ შეგახედებთ სრულყოფილი განმავითარებელი შეფასება, როგორ გამოიყურება, რომელიც ბავშვს მისდის იმეილზე და განახებთ საიდანაც. აი მაგალითად ბავშვთან გაგზავნილი განმავითარებელი შეფასება, რა თქმა უნდა, ესეც საჩვენებლად არის და არ ჩავქმნავები ვარ და ეს მოსწავლის შეფასება არ არის. დიდი მადლობა, ეს ეკამერებაშვილის შეფასებაა. საინტერესო წიგნს გავეცანი, აუცილებლად წავიკითხავ, საუკეთესოდ გადმოეც შენი ემოციები, შთაბეჭდილებები, მშვენივრად გაგვაცანი პერსონაჟები, გამართული მეტყველება და არგუმენტირებული დასკვნები ქონა. ყოჩახტა დიდი მადლობა, შენ დაიმსახური 10 შესაძლებელი ფული და ნათი. და რითი შეფასდა აქვია ნაჩვენები, დასკვნები ლოგიკურია, კარგად ჩამოყალიბებული და ორიგინალურია და 5 შესაძლებელი ფულიდან 5 ფული აქვს. მოსაზრების არგუმენტირება, მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით, ცნობებით არის ლოგიკური კავშირი საკითხთან. აი ესე გამოიყურება ის განმავითარებელი ფიდბექი, რომელსაც ჩვენ ვაგზავნით თვითონ საიტიდან ამ მოსწავლესთან. ხო, აი ამასაც აუცილებლად რა ფუნქციებსაც შეგახედებთ, რა ფუნქციები აქვს და როგორ ხდება აქ პასუხის ჩაწერა. მე ჩემ ვიდეოს თიმში გავთიშავ, იმიტომ რომ ერთდროულად ორივე ვიდეოს გააქტიურების საშუალებას არ მოვცემს და აქ გავაქტიურებ ჩემს ვიდეოს. ერთი წუთით. აი ვიდეო ერთდროებით გავთიშე. და ეხლა რომ დავაწყაპუნებ, უკვე გაიხსნება ჩემი ვიდეო, ანუ Flipgrid-ში გააქტიურდა აი ვიდეო, ეს ვიდეოს ჩამწერი და რადგან თიმში გავთიშე. აი როგორც ხედავთ, აქ არის მოსწავლეებისათვის ძალიან ნაცნობი და საყვარელი ყველა ის ფუნქცია, რომელსაც სოციალურ ქსელებში იხმარებენ, შესაძლებელია რომ ფონი შეუცვალოთ თქვენს ვიდეოებს, ვიდრე ჩაიწერთ, ასევე შესაძლებელია რომ ტექსტი დაადოთ თქვენს აი იწერება ვიდეოს, დაამატოთ ღიმილაკები, მოძებნოთ სასურველი ღიმილაკები და აქედან ცვალოთ სხვადასხვა ხასიათები და აირჩიოთ სასურველი. ასევე აქ შესაძლებელია დაფის გაზიარება, ხატვაც შესაძლებელია, აი მაგალითად ვიღებ და ვხატავ. ასევე შესაძლებელია დაფის გაზიარება, დაფა გვაქვს როგორც თეთრი, ისე შავი დაფა. გაუთიშე, ასევე შესაძლებელია სურათის აწვდიმა. ძალიან დიდი ბოდიში ჩვენ ამდენი დრო არა გვაქვს ახლა ძალიან საინტერესოა თქვენი საუბარი. უბრალოდ რო შევაჯამოთ. აი რა უპირატესობა აქვს მას დაუშვათ აი სხვა პროგრამებთან შედარებით. კი ბატონო, ძალიან რომ შევაჯამოთ.
მოკლედ, ჩემი ასეთი აზრით და როგორც მე ვაკეთებ და რამდენადაც უკვე ძალიან აქტიურად ვიყენებ მოსწავლეებთან ამას, ეს გახლავთ ის, რომ ამით ეს პლატფორმა შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი საკითხის შესწავლისას, დავამატოთ ნებისმიერი საგაკვეთილო თემა, დავამატოთ ვიდეო ჩანახატები და ესეები, გავუზიაროთ ერთმანეთს საკუთარი იდეები, ისტორიები, ნამუშევრები, შეხედულებები, არგუმენტები, შევქმნათ მინი პრეზენტაციები, აქტიურად ჩავთოთ მშობლების სასწავლო პროცესში, მივიღოთ რეალურ რეჟიმში პასუხები, დაუბრუნოთ მყისიერი უკავშირი მოსწავლეებს, მივცეთ განმავითარებელი ან განმსაზღვრელი შეფასება, მოსწავლეებს გამოვუმუშაოთ ზედპირმეტყველების, აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, დასაბუთების, დასკვნების გაკეთების უნარები, წერითი უნარების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული დავალებები დროებით შევცვალოთ აი ამ სახით. და იმ მასწავლებლებმა, რომლებმაც უკვე გამოიყენეს, მოკლედ აი ესეთი უკავშირი დამიწერეს, რომ ძალიან აღფრთოვანებულები არიან, მოკლედ აი ამ ახალი პლატფორმით მოსწონთ და სხვებსაც ურჩევენ, რომ აუცილებლად გამოიყენონ. აი მაგალითად მე გირჩევთ წერს ერთ-ერთი მასწავლებელი და ყველაზე მეტად გამახალისა აი ამ კომენტარმა, რომ მონატრებას კლავს. ყველას ძალიან გვენატრება ჩვენი მოსწავლეები, მათ სიცილი ემოციების დანახვა აქვთ და ამ ვიდეოს საშუალებით, როდესაც უყურებთ და რეალურ რეჟიმში ცვლით ემოციებს, რა თქმა უნდა, ეს რაღაც გარკვეულ დანაკლისს ავსებთ. და ეს ფლიპგრიდი ისე მოსწონთ, ჩემი დღეს ნოკაუტში ვარო, ანუ იმდენი დავალებები გამოგზავნე შესრულებული. აი ეს არის ჩემი აზრით ის, რაც მას უპირატესობას ანიჭებს, რა თქმა უნდა, უამრავი კარგი ინსტრუმენტია, მაგრამ ამ შემთხვევაში ფილოლოგებს, როდესაც ნაკლებობას განვიცით სხვა საკითხებისგან განსხვავებით, იმიტომ რომ მათ აქვს ვირტუალური ლაბორატორიების სხვადასხვა რაღაც ისეთი ცდების ჩატარება, უფრო სახალისო გაკვეთილების ჩატარების შესაძლებლობა დისტანციურად. ქართულის მასწავლებლებს ცოტა დეფიციტი გვაქვს ამისი და ვთვლი, რომ ამ პროგრამის გამოყენებით ჩვენი გაკვეთილები შესაძლებელია, რომ ესეთი ინტერაქციის პროცესში წარმართოთ. რა ვიცი, მე რუსთან და ჩვენ ველით მასწავლებლებისაგან გამოხმაურებებს და მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა თქვენ ქალბატონო მაია, ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია თქვენი შემოქმედება. კარგად. God.